ბოგდანი, ჩვენ ძალიან მალე ვიქნებით ფილარმონიასთან, მანამდე კი სტუდენტები ამ წუთებში მარშით მიემართებიან. მომავალი ჩვენია, ეს არის მთავარი შეძახილი დღევანდელი აქციის და ამ ფრაზით მიდიან სწორედ ისინი, რათა შეუერთდნენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ მომენტშიც არიან ფილარმონიასთან შეკრებილები. დათა ქაშიაშვილი სტუდენტი არის ჩვენთან ერთად. დათა, გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ვართ. კიდევ ერთხელ აუხსენი მაყურებელს, რა არის დღევანდელი აქციისა და მსვლელობის მთავარი მოტივაცია და მიზანი. მომავალი რომ თქვენია და ეს არის მთავარი ფრაზა გასაგებია, თუმცა კიდევ უფრო მეტად გავშალოთ ეს თემა. რას ეუბნებით ამით საზოგადოებას? მივასალმები მაყურებელს. დღევანდელი დღე საბოლოო ჯამში კარგი გამოვიდა, მივახციეთ რაც გვინდა და იმას შევაგროვეთ საჩუქრების გამოკლებული ბავშვებისთვის. გავესაუბრეთ სტუდენტებს და საბოლოოდ შაბათის მარშის დღე შეუერთდით ჩვენს გვაქვს სტუდენტური მარში დღეს და ეს არ იქნება ერთჯერადი ხასიათის, ვეცდებით რომ ის გავამრავლოთ და ისევე როგორც ფილარმონიიდან იძება მარში სტუდენტებიც შეუერთეთ ხოლმე მას. კარგი, მადლობა. ახლა შეგვიძლია მეგიდია სამიძეს მოусმინოთ. მეგი, პირდაპირ ეთერში ვართ. მე მინდა გკითხო, აი ახლა ზუსტად იმ შტაბს უახლოვდებით, რომელზეც წარწერის გაკეთების გამოც ლამის სისხლის სამართლის წესით გაგასამართლეს. რას გვეტყვი ამაზე, ამ როგორც თავად უწოდებთ ხოლმე უსამართლო რეჟიმზე და იმ კანონებზე, რომლებიც თანდათან უფრო მკაცრი ხდება. სტუდენტების პოზიცია როგორი იქნება პერსპექტივაში, სამომავლო პერსპექტივაში? აპირებთ თუ არა დანებებას? ხო, როგორი ირონიული არა, კალაძე არის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ განათლების დეფორმის, რასაც ვკითხულობთ და თან ვერ ვკითხულობთ, იმიტომ რომ არ ვიცით რას ნიშნავს ეს რეფორმა. თვითონაც არ იციან. რაც შეეხება სტუდენტების დანებებას, მე პირადად და ჩემს ირგვლივ დღემდე ვინც აქტიური ადამიანია, დანებებას არ ვაპირებთ. ახლაც თუნდაც ცხადია და ფაქტია რომ ბევრი სტუდენტი გარეთ არ არის, მაგრამ მგონია რომ ამ რეფორმას კარგად ეგრეთ წოდებულ რეფორმას, რა თქმა უნდა, კარგად გადააზრება სჭირდება სამომავლოდ, რამხელა რისკის შემცველი არის პიროვნული თუ კარიერული განვითარებისთვის. ამიტომ ზუსტად ამისთვის სწორი ინფორმირება რომ მოხდეს სტუდენტების ყველაფერს გავაკეთებთ და არა ის რომ სტუდენტებს და აბიტურიენტებს ეგონათ რომ სწავლა იქნება უფასო და რეალურად გაუფასურდება ყველაფერი. რაც შეეხება თქვენს კითხვას კანონებზე, მათ კანონებს მე ძალიან დიდი ხანი სერიოზულად ვეღარ აღვიქვამ და იუმორით ვუყურებ. მოკლედ შემიძლია თქვა. ბატონო, მადლობა. სწორედ ახლა მოქალაქეები ძალიან მალე მივლენ პროტესტის მონაწილეები ფილარმონიასთან, სადაც მათ სხვა აქციის მონაწილეები დახვდებიან და შემდგომ უკვე გაიმართება გაერთიანებული მარშების მსვლელობა. მომავალი ჩვენია, ეს არის დღევანდელი სტუდენტური აქციის სახელი და შესაბამისად მთავარი შეძახილიც ადამიანები, რომლებიც ახლა მიდიან ფილარმონიასთან, გარდა იმისა, რომ აქცენტირებენ ქართული ოცნების აუცილებელი გადადგომის აუცილებლობაზე, გარდა ამისა, იმ სხვადასხვა ასპექტებზე საუბრობენ, რომ აუცილებლად უნდა წაიღოს ქართულმა ოცნებამ უკან უარი უნდა თქვას განათლების რეფორმაზე. მოდი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გამოვისმინოთ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების პოზიცია. სარო ოშახმაშვილი არის ჩვენთან ერთად. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ მართალია ეს არის სტუდენტების აქცია, თუმცა მას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან და ცხადია, ამ ბრძოლაშიც იპოვეს საკუთარი ადგილი სინდისის პატიმრების ახლობლებმა. სარო, მიმართე არჩილს რამდენიმე სიტყვით, ის ახლახანს გახდა სტუდენტი, ხო, წელს და თქვა, სხვაჩემს თქვენი ინიციატივით. როგორც სტუდენტი ალბათ იქნებოდა დღეს ამ ადამიანების გვერდით, მაგრამ ψυχეშია და ამის საშუალება არ აქვს. რას ეთქვი დღეს სტუდენტური მარშიდან არჩილ მუსელიანს? არჩილ, კიდევ ერთხელ გილოცავ ასეთ წარმატებას სტუდენტობას. შენ არა უშავს აუცილებლად მალე შეუერთდები სტუდენტებს და ისწავლი გარეთ. სულ ცოტა დარჩათ ჩვენს გამარჯვებამდე და იქნები ამ სტუდენტებთან ერთად. გილოცავ რამდენს შობა ახალწელს, შენ ასევე ყველა პატიმას რეჟიმის ტყვეს, შემდეგ ახალწელს აუცილებლად ოჯახებში იქნები. ამაში დარწმუნებული ვარ მეც და სულ ყველა ჩვენი მშობლები. კიდევ ერთხელ ასევე მინდა მიულოცო დავით კოლგარს, განსაკუთრებით მასაც არ აქვს ოჯახი და მასაც ესევე შეეძინოს როგორც არჩილს უსურვებ. დიდი იმედი მაქვს რომ ეს ბიჭები იქნებიან ძალიან ბედნიერად და კარგად. მადლობა, ვუსმენდით არჩილ მუსელიანცის დედოფილ სარო ოშახმაშვილს. მოკლედ სტუდენტები და მათთან ერთად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ძალიან მალე მივლენ ფილარმონიასთან. ჩვენ პრაქტიკულად ერთ წუთში ვიქნებით ფილარმონიასთან.
მისმენ მესმის ხმაკე. ეს როგორც ვიცი პირველი მსვლელობა, მას შემდეგ რაც ახალი კანონი შევიდა ძალაში და დღეს ამ აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ იყო გაფრთხილება გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. რაიმე სიახლე ამ მიმართულებით არ არის, თავისუფლად მოძრაობენ, ანუ მსვლელობა არის და შესაბამისად საფრთხე რამდენად არსებობს, რომ ეს შეიძლება ჩათვალოს პოლიციამ უკანონოდ, თუ ამ მიმართულებით რა შეგიძლია გითხრათ? პოლიციას ჰქონდა მათთან კომუნიკაცია აქციის დაწყებამდე, ნამდვილად განცხადება დაწერილია აჩი გოჩიტაშვილს სტუდენტს მიმართული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მათ შორის საპასუხო განცხადებაც აქვს მიღებული, სადაც მათ ნამდვილად აქვს გადაადგილების უფლება და ეს წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშიც, თუმცა აღნიშნულია, რომ რაოდენობა უნდა განსაზღვროს ის თუ სად იქნებიან ისინი. რადგან თავადვე განსაზღვრეს და მიხვდნენ, რომ ისინი არ იყვნენ საკმარისი, ამიტომ ტროტუარით გადაადგილდებიან და ასე მოდიან ფილარმონიასთან. შემდგომ უკვე აქვთ იმის მოლოდინი და იმედი, რომ შესაძლებელია ზის ერთი ზოლი მაინც დაიკავონ.